Daniel Arden presents Project Tribe of Dan 999. სატანიზმის ანატომია, მითები, ფილოსოფია და რეალობა. როდესაც სიტყვა სატანიზმს ვისმენთ, ჩვენი გონება ავტომატურად ხატავს კინემატოგრაფიულ კოშმარებს, სისხლიან რიტუალებს, ბნელ სარდაფებს და სამყაროს განადგურების ცდილობას. თუმცა, რეალობა, რომელსაც რელიგია, ცოდნეობა და სოციოლოგია გვიჩვენებს, რადიკალურად განსხვავებულია. იცოდით, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი სატანისტური ორგანიზაციის წევრებს საერთოდ არ სჯერავთ ეშმაკის არსებობის. მეტიც ისინი ათეისტები არიან. დღეს ჩვენ დეტალურად ემოციების გარეშე აკადემიურ ჭრილში განვიხილავთ თუ რა არის სატანიზმი, როგორ იყოფა ის მიმდინარეობებად და რატომ იქცა ის თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ კონტრკულტურად. და დავიწყოთ ეტიმოლოგიით და ისტორიული პრეცედენტებით. სანამ თანამედროვე ორგანიზაციებზე გადავალთ, უნდა გავიგოთ თავად ტერმინი. სიტყვა სატანა სათავეს იღებს სემიტური ენებიდან, ებრაული ჰა-სატან და ნიშნავს მოწინააღმდეგეს, ბრალმდებელს და დაბრკოლებას. ძველ აღთქმაში ეს იყო არა ღვთისთანასწორი ბოროტი ძალა, არამედ ერთგვარი ციური პროკურორი, რომელიც ადამიანთა რწმენას სცდიდა. საუკუნეების განმავლობაში ქრისტიანულმა თეოლოგიამ ეს ფიგურა აბსოლუტური ბოროტების სიმბოლოდ აქცია. თუმცა მე-19 საუკუნეში, რომანტიზმის ეპოქაში, ისეთმა მწერლებმა, როგორებიც იყვნენ ჯონ მილტონი და პერსი ბიში შელი, სატანის სახეში დაინახეს არა ბოროტებად, არამედ ტირანიის წინააღმდეგ ამხედრებული მეამბოხე. და სწორედ ამ ლიტერატურულმა არქეტიპმა ჩაუყარა საფუძველი იმას, რასაც დღეს თანამედროვე სატანიზმს ვუწოდებთ. რაციონალური და ათეისტური სატანიზმი. ლავეის სატანიზმი. თანამედროვე სატანიზმის ათვლა იწყება 1966 წლის 30 აპრილს, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში, სან-ფრანცისკოში ანტონ შანდორ ლავეიმ დააარსა სატანის ეკლესია. 1969 წელს მან გამოსცა სატანური ბიბლია. ეს არის რაციონალური ათეიზმი. ლავეის მიმდევრებისთვის სატანა არის მეტაფორა. ის განასახიერებს ადამიანის ბუნებრივ ინსტინქტებს, ეგოიზმს, რაციონალიზმს და ინდივიდუალიზმს. მათი მთავარი დოგმა: შენ ხარ შენი საკუთარი ღმერთი. ლავეი ქადაგებდა ინდულგენციას, ანუ სიამოვნების მიღებას, ასკეტიზმის ნაცვლად, თუმცა მკაცრი კანონმორჩილების და სხვების უფლებების პატივისცემების ფარგლებში. სატანისტური ტაძარი. აქედან სრულად განსხვავებული და დღეს ყველაზე გავლენიანი ძალა სატანისტური ტაძარია, The Satanic Temple, რომელიც 2013 წელს ლუსიენ გრივზმა და მალკოლმ ჯარიმ დაარსეს. ისინი არ უნდა აგვერიოს ლავეის ეკლესიაში, მათ შორის სერიოზული იდეოლოგიური დაპირისპირებაა. The Satanic Temple, ანუ სატანისტური ტაძარი, არის ოფიციალურად აღიარებული რელიგიური ორგანიზაცია, რომელიც სატანის ფიგურას იყენებს როგორც სოციალურ-პოლიტიკურ აქტივიზმის იარაღს. მათი მიზანია სეკულარიზმის დაცვა და ეკლესიის სახელმწიფოდან გამოყოფა. როდესაც ამერიკაში რომელიმე შტატში საჯარო სივრცეში დგავენ 10 მცნებას, The Satanic Temple, ანუ სატანისტური ტაძარი მოითხოვს გვერდით მათი სიმბოლოს, ბაფომეტის ქანდაკების დადგმას, რითაც ხელისუფლებას აიძულებენ დაიცვან რელიგიური ნეიტრალიტეტი. მათი ფილოსოფია ეფუძნება 7 მთავარ პრინციპს, რომლებიც ორიენტირებულია მეცნიერებაზე, თანაგრძნობასა და სამართლიანობაზე. მოდით ვისაუბროთ თეისტურ და ოკულტურ სატანიზმზეც.
არსებობს მიმდინარეობა, რომელიც რადიკალურად განსხვავდება ათეისტებისგან. და ეს არის თეისტური, ანუ ტრადიციული სატანიზმი. მისი მიმდევრებისთვის სატანა რეალური, მეტაფიზიკური არსება, სულიერი ძალა ან კოსმიური არქეტიპია. ისინი მას ხედავენ არა როგორც ბოროტებას, არამედ როგორც სინათლის მომტანს, ანუ ლუციფერს, რომელმაც კაცობრიობას ცნობიერება და არჩევანის თავისუფლება აჩუქა. ამის მაგალითია სეტის ტაძარი, Temple of Set, რომელიც 1975 წელს მაიკლ აკინომ ლავეის ყოფილმა თანამებრძოლმა ჩამოაყალიბა. ისინი ფოკუსირებულნი არიან ინდივიდუალური ცნობიერების ევოლუციას, რასაც ქსეპერს უწოდებენ, იგივე ჰეპერ. სიმბოლიკის დეკოდირება. ბაფომეტის სიგილი. მოდით განვიხილოთ, რას ნიშნავს ეს, ანუ ინვერსიული პენტაგრამა. განმარტება არის შემდეგი. ამოტრიალებული ხუთქიმიანი ვარსკვლავი თხის თავით. ზედა ორი ქიმი დააკვირდით მიმართულია ცისკენ. ეს არის ინტელექტუალური დუალიზმი. სამი ქვედა მიწისკენ. ეს არის მატერიალური სამყაროს და მიწიერი ცხოვრების უპირატესობის სიმბოლო სულიერებაზე. მეორე სიმბოლო ინვერსიული ჯვარი. პოპ კულტურაში ეს ანტიქრისტიანობის ნიშანია, თუმცა ისტორიულად ეს არის წმინდა პეტრეს ჯვარი, რომელმაც თავდაბლობის ნიშნად მოითხოვა თავდაყირა ჯვარცმა. სატანისტები მას იყენებენ ქრისტიანული დოგმატების უარყოფის სიმბოლოდ. ლუციფერის სიგილი. მე-16 საუკუნის იტალიური გრიმუარებიდან აღებული მისტიკური გეომეტრიული სიმბოლო, რომელიც გონების განათებას და შემეცნებას განასახიერებს. როგორც ხედავთ, სატანიზმი არ არის ერთგვაროვანი ფენომენი. ის მერყეობს პოლიტიკური აქტივიზმიდან და რაციონალური ათეიზმიდან ღრმა მისტიკურ ოკულტიზმამდე. თანამედროვე სატანიზმი უფრო მეტად არის საზოგადოებრივი სარკე. ის წარმოიშვა როგორც კონტრკულტურული რეაქცია რელიგიურ დოგმებზე, ცენზურასა და კონსერვატიზმზე. როდესაც ამ თემას ვიკვლევთ, ხვდებით თუ რამდენად მნიშვნელოვანია ფაქტების და მითების ერთმანეთისგან გამიჯვნა. მხოლოდ ობიექტური ანალიზით არის შესაძლებელი იმ რთული სოციალური პროცესების გაგება, რომლებიც ჩვენ სამყაროს აყალიბებს. და დღეისათვის საქართველოს რეალობაშიც კი ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მოცემულობა, როდესაც ქართული საზოგადოება იმდენად ღრმად და გაუცნობიერებლად არის ჩაფლული სატანიზმის იდეოლოგიაში, რომ თავადაც ვერ ამჩნევს ამას. მომდევნო სერიებში მე ვისაუბრებ ზუსტად ამ მძიმე და მეტად საჯერბოროტო საკითხზე. სატანიზმის იდეოლოგია და ქართული საზოგადოების რეალობა. გამოწვევა, რომელიც შეიძლება საქართველოსთვის საბედისწეროც აღმოჩნდეს. გისურვებთ წარმატებას ყველა კეთილ საქმეში.